ბოლო დღეებში რატომღაც ნუგზარ დუმბაძე ბოლო დღეებში რატომღაც მურმან დუმბაძე იქცა გარკვეულწილად მედიის მიერ ქრისტიანობის დამცველად და რაღაცა რამის ეროვნულ გმირად იქნა შელაცებული, თუმცა კარგად გვახსოვს რამდენიმე თვის წინ როგორ იყო მის მიმართ დაშარშებული მისი გამოსვლები ტელევიზიებში სხვადასხვა თემებთან მიმართებაში და ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ მისი პერსონის ირგვლივ შემოიკრიბა ხალხი, რომლებიც შემდგომ მოახდენენ აჭარაში დესტაბილიზაციას. სამწუხაროდ ყველას დაავიწყდა თუ როგორ მოღვაწეობდა იგი სააკაშვილის პერიოდში და მე მინდა შეგახსენოთ ის ეპიზოდები, რომლებიც ადასტურებს მურმან დუმბაძის და მისი ძმების კავშირს და ახლო ურთიერთობას ვარშალომიძესა და სააკაშვილთან. თავდაპირველად უნდა შეგახსენოთ, რომ სწორედ მურმან დუმბაძე დაინიშნა ხელვაჩაურის გამგებელად ვარდების რევოლუციის შემდგომში მისი ბიზნესი, ნუგზარ დუმბაძის ბიზნესი, მისი ძმის ბიზნესი იყო აღმავლობის პერიოდში, კერძოდ სათევზე მეურნეობები ჰქონდა მას, აგრეთვე კომპანიები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ მოგებას ნახულობდნენ და კარგად მოგეხსენებათ, იყო მაშინ ესეთი პოლიტიკა, რომ ბანკები არ იძლეოდნენ სესხებს იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც იყვნენ ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და $1,700,000 აღებულ იქნა დუმბაძეების მიერ სესხის სახით სხვადასხვა ბანკებში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ქიბარ ხალვაში ანზორ ქოქოლაძე, რომლებიც ღიად არ გამოდიოდნენ პოლიტიკური განცხადებებით, მაგრამ არაფინანსებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას და საკმაოდ რეპრესირებული იყვნენ და დაკავებულიც იყო მაგალითად ანზორ ქოქოლაძე, როგორ მოხდა, რომ მურმან დუმბაძემ შეინარჩუნა ყველა ბიზნესი, ვარშალომიძე პირადად მიდიოდა მისი ბიზნესების მოსანახულებლად და მხარდაჭერას უცხადებდა მას, ამის დამადასტურებელს წარმოგიდგენთ დოკუმენტაციას და აგრეთვე ის, რომ 2011 წელს, როდესაც აჭარის ტელევიზიასთან მოხდა აქცია, ყველა აქციის მონაწილე იქნა დაკავებული მურმან დუმბაძის გარდა. ყველა უკლებლივ ესე იგი ადმინისტრაციული სახთელით თუ სისხლისღამართლებლივი პასუხისმგებლობით შემოიფარგლა და ეს ადამიანი მოწმის სახითაც არ დაკითხულდა. შემდგომ იმავე 2011 წელს, როდესაც 26 მაისისთვის უნდა წამოსულიყო კოლონა აჭარიდან და სია ჰქონდა მურმან დუმბაძეს და ეს ადამიანი წამოვიდა ისე რომ ბათუმიდან ეს ხალხი დატოვა იქ და შემდგომ ეს სია აღმოჩნდა უშიშროების ხელში და ამ სიით მოხდა დაკავება შემდგომ აჭარაში აქტივისტებისა. ესეც გარკვეულწილად მეტყველებს იმას, რომ ეს ადამიანი იყო მაშინდელი უშიშროების სამსახურის მიერ ჩვენი აზრით დავერბოკებული, ასრულებდა სწორედ სააკაშვილი ვარშალომიძის დავალებებს. შემდგომ ევრონიუსზე გავრცელდა კადრები, როგორ აკავებენ მას. ეს დაკავება მოხდა იმიტომ, რომ მისი განრიდება მოხდარიყო იმ ხალხისგან, იმიტომ რომ ხალხი იყო უკმაყოფილო სახალხო კრებაში, იმიტომ რომ მას უნდა ჩამოეყვანა ხალხი, ეს არ მოხდა. მერე მის მიერ წამოღებული სიით დაკავებული იქნა აჭარაში ხალხი და ერთი თვე ეს ადამიანი პოლიციის მიერ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტიდან დაკავებული და არავითარი ფიზიკური ძალადობა მის მიმართ არ იყო, თუმცა შემდგომ გამოვიდა და თქვა, რომ აი ფიზიკური ძალადობა მოხდა ჩემზე. შემდგომ მის მიერ შერჩეული კანდიდატები უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებში ყველამ წააგო პირწმინდა თითქმის არჩევნები ქართული ოცნებიდან და დღეს ეს ადამიანი გამოდის და რაღაც ინფორმაცია არ მომაწოდებს სტატისტიკური თუ რამდენი ტურისტი ჩავიდა აჭარაში და რაღაც იქ დეპარტამენტია საუბარი, რომ იმ დეპარტამენტის უგულებელყოფა მოხდა იმ პოზიციების, რომლებიც იქ აღმასრულებელ საბჭოსთან იყვნენ და ამის გამო ეს ადამიანი დღეს მოქმედებს უკვე აჭარაში იმისთვის, რომ რაღაცა იქ დესტაბილიზაციას შეიტანოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დუმბაძე არის იმ ჯაჭვის ნაწილი და იმ წერილის ნაწილი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უგულავას წერილი, სადაც საუბარი იყო იქ, რომ აი როგორ უნდა განვითარდეს თბილისში არეულობა და ერთ-ერთი შემადგენელი იყო დუმბაძე, რომელსაც აჭარაში უნდა განეხორციელებინა ეს არეულობა. მე მოგიყვანეთ კონკრეტული ფაქტები, იცით, ამაზე მეტი რა უნდა იყოს. ეხლა, როდესაც მისი ბიზნესები
ხელშეუხებელი იყო იმ დღეს თქვენთან აქ პრაიმ ტაიმში გამოვიდა ეს ადამიანი და საკმაოდ ესეთი ტყუილი თქვა რომ თითქოს ჩემს მის წინააღმდეგ რაღაცა ბიზნესებს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. აგერ ამოვიღოთ რომ ინტერნეტში მისი და მისი ძმის განცხადებებსაც საუბრობენ რომ არავითარი პრობლემა მათ ბიზნესებს არ ქონია. იგივე დაკავები, როდესაც აჭარაში ხდებოდა მისი თანამებრძოლების უშუალოდ მის მიერ პროვოცირებული აქციებისა და მას ხელს არავინ არ ახლებდა და ამ დროს ის ადამიანი სუფთად გამოდიოდა, ეს მოწმობს თუ არა რომ ეს ადამიანი ასრულებდა კონკრეტული აღნიშნული ჯგუფის ინტერესებს და დავალებებს. კარგად მოგეხსენებათ რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენ ყავდა დანიშნული მაგინებლები, დანიშნული ოპოზიცია. იყვნენ ეს ხალხი პარლამენტში და საკრებულოში და საკმაოდ რადიკალური განცხადებებით გამოდიოდნენ. მაგრამ კარგად ვიცით რომ როგორ კავშირში იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან სააკაშვილთან. ამიტომ ეხლა ბევრის შეიძლება თვალი მოწყვიტოს და გარკვეულწილად რაღაცა ყურში თუდად მოხდეს ის რომ როგორ ეს კაცო რადიკალურად გამოდიოდა რაღაც განცხადებებს აკეთებდა. ეს განცხადებები არაფერს არ მოწმობს, იმიტომ რომ თავარი არის მოქმედებები, რა მოქმედებებს ახორციელებდა ეს ადამიანი. მურმან დუმბაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის და ვარშალომიძის პროექტი და დღესაც ამ ხალხის პროექტია სწორედ ეს ადამიანი. და მისი ავტორიტეტი ბაჭარაში კიდევ არის ნულის ქვეშ დაბლა, იმიტომ რომ ყველა მისის რას წარმოადგენს, იმიტომ რომ მან გაყიდა თავის თანამებრძოლები, მან გაყიდა ის პარტიები, რომლებშიც იყო წინამორბედში ის ადრე და დღეს ეს ადამიანი ცდილობს აჭარაში შეიტანოს დესტაბილიზაცია, იმიტომ რომ წერილის ნაწილი, რომელიც უგულავას წერილი, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და არც უარყვიათ, რომ ეს წერილი არ არის ავთენტური და რაღაცა შეთითხნულია, არის შინაარსი იმისა, რომ ყველგან მოხდეს არეულობა. ჯერ არის კრიმინოგენურ მდგომარეობას საუბარი, შემდგომ არის საუბარი იქ, რომ რეალურად რაღაცა პრობლემები არის, ვიღაცებს პრობლემებს უქმნიან და დღეს აი აჭარაში ხდება აგორება ამ სიტუაციის. იგივე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რაც ხდება იქ ქობულეთში და კიდე აი მუსლიმანებთან დაკავშირებით, ესეც ხელოვნურად პროვოცირებულია, რომ ამანაც გარკვეულწილად რაღაცა პრობლემები შექმნას იქ აჭარაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს ფაქტები საკმაოდ ეხლა ბევრი არის საუბარი, მაგრამ ეს არავის არ უხსენებს. იმ სახალხო კრებასთან დაკავშირებით, იმ ბიზნესებთან დაკავშირებით. აგერ არის კადრები და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიდის ვარშალომიძე 2012 წელს, სანამ ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებია და როგორ იხსნება იქ იხტიოსის საწარმო ადლიაში და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა რატო ყველა ბიზნესმენი, ვინც კი სააკაშვილთან იყო კონტრაში და რეალურად რაღაცა დაპირისპირებ, ყველა იქნა დარეკეტებული. ერთადერთი ნუგზარ დუმბაძე და დუმბაძეების კლანმა როგორ მოახერხეს, რომ ეს ბიზნესები შეინარჩუნეს და პირიქით ვითარდებოდნენ და როგორ ახერხებდნენ ეს ხალხი იმას, რომ მათი თანამებრძოლები აქციების დროს დაკავებულები იყვნენ და ეს ხალხი ყოველთვის შრალად გამოდიოდა. ეს არის კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული არგუმენტები იმისა, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი არის ვარშალომის და სააკაშვილის პროექტი და როცა უნდა ამოქმედებენ ამ ადამიანს. იმიტომ რომ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყავს ძალიან ქარიზმატული ლიდერები, ქართული ეხლა მე მაკითხავს ხშირად ვისვამენ, მაგრამ ქართული ოცნები საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა პრეზიდენტი მარგველაშვილის, მაგრამ ეხლა რო არის წლის რაღაცა მოვლენა, წლის კომენტარი, წლის გაცვლება მოხდა მარგველაშვილისკენ და როდესაც ეს ადამიანი ყოველ მეორე სიტყვაში ბიზნეს მადლობას უწევდა და დღეს ოპოზიციაში არის. ამიტომ ის რომ ეხლა ეს ადამიანი ოცნებაში იყო და შემდგომ ეხლა უღალატა ამოცნებას, ეხლა ეს ბევრ რამეს არ ნიშნავს, იმიტომ რომ დღეს კიდე ბევრი ხალხი უღალატებს ქართულ ოცნებას. თქვენ მაგის ილუზია გქონდეს, იმიტომ რომ არის კოალიციაში ხალხი, რომლებიც აი ამ ნაბიჯს გადადგამენ უახლოეს პერიოდში და ამის თქვენს კარგად იცით, რომ ეს არა, ეს არის როგორ მიდის დუმბაძე ვარშალომიძე, აი ხედავთ ახლა ეს აჭარის ტელევიზიის გასული. აჭარაში აბა სხვა ვინ იქნება. ხადიახ, ეხა იხტიოსი. ეს არის 2012 წლამდე, როდესაც იხტიოსი არის ესეთი საწარმო ადლიაში გაიხსნა
და პირადად ვარშალომიძე სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის თვითონ ძმა. ნუ ეხა იმიტომ თვითონ ეხა არ ბიზნესში არ იყო, მაგრამ ეხა ამ ბიზნესში. დიახ, 2012 წლის არჩევნება. კი, ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოვლენა, როდესაც ვარშალომიძე მიდის სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის და ხდება აი ამ საწარმოს გახსნა. მანამდე კიდე სხვა საწარმოები გაიხსნა. მანამდე კიდე თვითონ სააკაშვილი მივიდა სუფრაზე იხსენებს და ისეთი ურთიერთობა გქონდათ, რომ ერთად კეიფობდნენ სააკაშვილი და ურმან დუმბაძეც და ამას თვითონ აფიქსირებს ეს ინტერვიუებში. მე ხო არ გავაგდებდიო სუფრიდანო. ეხლა მაგის ინტერვიუ არის დევს ინტერნეტში რო ნახო. არა 12 წლამდე არის თავ. ნუ ეს ეხლა ფარულად ხდება ეს არაფერი ეხლა ამის შემდგომ უკვე აი ეს შეიძლება ფლეშკარტით აჩვენოთ. ეს ადამიანი იგივე იძახის ეხლა თქვენთან იყო პრაიმ ტაიმი და თქვა რომ ბიგ პრობლემებს უქმნით ჩემი ძმის ბიზნესს. აი აქ ევრონიუსზე შეგიძლია ეს ხელვაჩაურის გამგებლად დანიშნეს მისი განცხადება მისი პათოსი. აი აქ კიდე ევრონიუსის კადრები. ეხლა თქვენ კარგად მოგეცენებათ რა უქნეს ლუკა კურტანიძეს და ჯაჭულიანს როგორ სასტიკად ცემეს და როგორ მოხდა დაკავება მათ. აი ეს კადრები ნახეთ, ერთი როგორ ხდება მისი დაკავება. ეს არის განრიდება. ეს 26 მაისს რო მოხდა მისი დაკავება, ისე რომ არავითარი ფიზიკური ძალადობა აქ არ ჩანს. დიახ, რუსთავეზე. ეს არის ევრონიუსის კადრები. და შემდგომ გამოვიდა რომ მე იქ მაწამესო და საში ეხა როდესაც გაყიდი შენ თანამებრძოლებს ხალხი არის უკმაყოფილო მისი დატოვება გარეთ იყო მისთვის უფრო ცუდი ამას თქვენ მოგწევთ აი ეს ფოტოები შეგიძლია გამოვიდანოთ ეხა მე აქ ტელევიზიით ვევყი წილებზე შემიძლია დაწვრილებით გითხრათ ამ იხტიოსში ეხა ეს ვიცი რომ სიუჟეტში კერტუჩი ვერ გავა ანუ ამ იხტიოსში ანუ ამ სათევზე მეურნეობაში ბუღალტერი იყო ესა რა ქვია ამ ესე იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ეს იდიოზური ფიგურა რომელიც გახლავთ ჯიათდება მედიის ყურადღებით თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ აგრეთვე ინტერნეტში, როდესაც ის ამბობს. აი ეს ის რო არის, რომ აი ეს სოფლის მეურნეობის მინისტრი რომელიც და ვარშალომიძე რომ არავითარი პრობლემა ჩემს ძმას არ ქონია. სააკაშვილის დრო და გუშინ გამოვიდა და თქვა რომ ჩემს ძმასო პრობლემებს უქმნიდა სააკაშვილიო ბიზნესი. ხო ესე თქვა. არავითარი პრობლემის მაგდაგვარი არ ყოფილა მის და აი უბრალოდ ეხა როდესაც იქ შემდგომში აჭარის ტელევიზიასთან ხალხი დააკავეს ელემენტარულად ამ ხალხის ბედითაც არ დაინტერესებდა პროცესიც არ მისულა ეს ხალხი საშინელ დღეში ჩავარდა იქ და შემდგომში იყო მოთხოვნა მის მიმართ რაღაც დახმარება გაეწიათ ადვოკატები მაინც აეყარა ისიც კი არის კარგი მე მათგან მოვისმინე პრეტენზია ერთი რატომღაც გადადგა ეს ნაბიჯი და იყო ის რუსთავიორზე გამოვიდა ეს პიროვნება თქვა რომ სტატისტიკური მონაცემები არ მომაწოდაო რამდენი ტურისტი ჩამოვიდაო ივლისშიო ხო ანუ იქ არის ხო ერთ ურთიერთბრალდებები ამას უნდა გამოკვლევა ამას უნდა გამოძიება რასთან გვაქვს ჩვენ საქმე ის რომ გარკვეული ესე იგი ამ კუთხით ანუ ეკონომიკის კუთხით რომ რაღაცა ცოტა შეფერხება არის ამას თვითონ მთავრობა არ უარყოფს იმიტომ რომ როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და რაღაცა შეიცვალა იქაც ყველაფერი
რაღაცები გაჩერდა, მაგრამ წელს იყო უპრეცედენტო რაოდენობა ტურისტების აჭარაში ჩამოსული, ამდენი ტურისტი მე მგონი უკრაინიდან და რუსეთიდან არ ყოფილა. არის იქ მშენებლობები გაგრძელებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რომ აჭარის მთავრობასა და ან საკანონმდებლო ორგანოს შორის არის პრობლემები, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ იმის არა, მურმან დუმბაძე სხვა რამის გამოვიდა, ის კაცი გამოვიდა, ჯერ დაკავებული რომ მოხდა იქ გამგებლების, კარგად მოგეცემებათ, პროტესტი გამოხდა, გახსოვთ ალბათ იქ აჭარაში მოხდა გამგებლის დაკავება 1 წლის წინ, ის იყო მისი კადრი, შემდგომ გამოვიდა პროტესტი გამოთქვა. ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა როდესაც თუ მართლა რაღაცა ქვეყანა ინგრევა იქ ბათუმში და აჭარაში, ხო, მართლა ეს შეუმჩნეველი ნაციონალურ მოძრაობას არ დარჩება პირველ რიგში. იმიტომ რომ საკმაოდ რეაგირებენ ისინი ყველა დარღვევებს. მაგრამ ის რომ სტატისტიკური მონაცემები არ მოგაწოდა ივლისის მონაცემები, რომ რამდენი ტურისტი ჩავიდა, ეს არის თითიდან გამოწვეული, ესმით? ამის გამო ჩემი უკმაყოფილება ეს იყო, კაცი გამოვიდა თქვა, რომ სტატისტიკური მონაცემები არ მომაწოდა. და ის იმ დეპარტამენტზეა საუბარი კიდე, რომ დეპარტამენტი, რომელსაც უნდა მიიღო ინფორმაცია იმ მთავრობიდან, არ მიიღო ინფორმაცია. ეხლა ინფორმაციის მიწოდება არ მოწოდების გამო თუ ამხელა აჟიოტაჟი შეიქმნა. არა, ეს ბევრ რამეს იძახის, მან ბევრი ისიც ათქვა, რომ ხელი გაუხმება ერთს და მეორე ეს არის საკმაოდ ოდიოზური ფიგურა აჭარაში, მას აქვს თავისი ბიზნეს ინტერესები და ჩემთვის იყო ერთი რამე საგულისხმო, რომ როდესაც მას დასცინოდნენ მისი გამონათქვამების გამო, რატომღაც ბოლო პერიოდში ის ეროვნულ გმირად იქცა, რომ იმ ვითომ მისიცავდა მარტო აზიზიეს მეჩეთის ამ მშენებლობის წინააღმდეგ, ეს გადმოდიოდა წინააღმდეგი და მარტო ეს იყო ისაპროტესტებდა აი მუსლიმანებთან დაკავშირებით პოზიციები და რატომღაც ესე არ იყო. ხდება ამ ადამიანის რაღაცა გაკულტება აჭარაში, რომ ეს არის რაღაცა ლიდერი იმ ოპოზიციის და ამ წინააღმდეგობის, რაც ხდება იქ აჭარაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეხლა მეტი ფაქტები რაღა უნდა ვთქვა, ეხლა ბიზნესს ხელს არ ახლებდნენ, თვითონ რაღაც დაკავებები ხელს არ ახლებდნენ. ჩამოდიოდა მის მიერ სია იქნა გაცემული. ეხლა იცი რა არის, როდესაც ადამიანს დანაშაულში ბრალს დებენ, მტკიცებულებები ხდება დანაშაულში. მტკიცებულებები ხდება ადამიანზე დანაშაული ბრალის დაყენება. თორე ეხლა ვიდეო ფირი იმისი რომ ეხლა მაგალითად ეს ადამიანი როგორ მიდის უშიშროებაში და როგორ ავერბორკებდნენ ამის ვიდეო ფირს ვერავინ ვერ წარმოგიდგენ თქვენ. ეს ხო აბსურდი, ეხლა მაგით მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ მოხდება ვერამხრივ. მაგრამ ეს ადამიანი რომ ამათთან კავშირში იყო, ამის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები მე მგონი ბრევლად არის. დიახ. აგრძელებს თანამშრომლობას და ის არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ჯაჭვის ნაწილი, შემადგენელი ნაწილი, ანუ აქ არის რომ თბილისში გამოიწვიონ არეულობა ჯგუფებმა და ვინაიდან მურმან დუმბაძეს გარკვეული ავტორიტეტი აქვს აჭარაში, ცდილობენ მურმან დუმბაძის ირგვლივ შემოიკრიბოს ძალები, რომლებიც შემდგომში მოახდენენ იქ არეულობის მოწყობას. და ეს გეგმა ჩართულია უკვე და ეს გეგმა ხორციელდება უკვე ეს პერიოდი.